მოდი ვილაპარაკოთ ახლა აპოლიტიკურებისთვის. ეხლა რა ხდება პოლიტიკა რო არ გაინტერესებს ზოგს. იმით დავიწყებ რომ ეგეთ ტიპებს ძველი ბერძნები, ეგეთი დაფნები რო ეგეთად ეგენი ეძახდნენ იდიოტებს. აი ეს ადამიანებს აი სახელმწიფო საქმეებში რო არ ერეოდნენ თავის პონჩი რო იყვნენ რა მიდი მოდიოდნენ. იდიოტები რა ვქნა ხა მე არ მომიგონია არჩეულწუხეს გაყენებთ ეგრე ქვია ტერმინი ამერი შეიცვალა უბრალოდ დასაბორნებას უსწრებს ეძახი. ეხლა რა შემდგომარეობას პოლიტიკა რა არის საერთოდ. აი დიდი თუ გადიხარ კარსო გამოიხურავ ხო რომ გადიხარ ტრანსპორტი რომელსაც სადაც მიყავ ხარ არის სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი. ჰაერი რომელსაც სუნთქავ არის გარემოს დაცვითი პოლიტიკის შედეგი და კიდე რაღაც ბევრი ეკონომიკის რაღაცეების ნუ იქ რაღაცა გამონაბოლქვები ჯანდაბები რაღაცეები. საჭმელი რომელსაც ჭამარი შენი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შედეგი. რომ დაგაცემინოს სამოწყუში წაიყვან ეგა შენ ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგი. რანაირად არ ერევი. იქით ერევა კი არა თავზე გადევს ეგ პოლიტიკა მთლიანად შენ მთელი ცხოვრება არის პოლიტიკა და რანაირად არ ერევი. ანუ წამიგინე რა დონის არ მინდა რომ მონაგიწოდო, მაგრამ ნუ იდიოტი კიდე უფრო კაი პონტია რა. ანუ რაღაცა არის რომელიც შენი ცხოვრებაზე არის მოფენილი, თუ შენ ცხოვრებაზეა მოფენილი ესე ხაშლამასავით როგორც ალაზნის ველზე. ამაში არ ვერევი ვიძახი. სამაგიეროს აი ეს დედამოწმული დიდი ბიძიები ხო ეს გალსტუკიანი პეპლები რა. ისინი ერევიან. ისინი გიწვიტავენ შენ რა როგორ და რანაირად როცა არ ერევი. ამიტომ მოდი გაიღვიძე, ნახე ვინ გაჯერებს მაგასო პოლიტიკა ქიხია და შენი არ უნდა ჩაერიო. ეგენი ეგ დედამოწმულები რომ ეს ტენდერები შმენდერები კარგად ჩაიქონებშიო ჩაიქსოვონ. გაიგე რა ხდება? უნდა ჩაერიო, უნდა და თან ისე უნდა ჩაერიოს, მარჯვენა და მარცხენა უნდა ტყეპო. გამოხვალ ეგრევე ტყიბჟე შიქო არა ავტობუსი მინდა 2 ცალით 18-იანი რომ დადიოდეს მეტრიანი იქითაც ბევრი ხალხი გვატაროს და აღარ მიწევდეს ტაქსით სიარული. ჯანდაცვაში მინდა რომ კარგი სამოწყო კონკრეტულად უნდა მოითხოვეს თავისი და არ მოგცემენ. ვილები აქ დასაშენებელია დედამოწმული სადაა შენ ჯანდაცვის ფული. შენი დადებული ფულიდან სხვათა შორის აი ხელფასს რო იღებ და იქით რომ 20% გეჭირება რომელსაც ვერ გრძნობ. აი მთლიანად უნდა მოგცენ ეგ ფული. ეგ 20% შენი გადასახდელი უნდა გაგიხდეს. და მე აი შენ ტრაგზე და ჯიბეზე რო იგრძნობ, რამე ფულს გახევენ ეგ დედამოწმულები და მე პოლიტიკას აწარმოებენ რომელიც შენ არ ერევი. მე მიხვდები რომ კი არა ჩაერიო კი არა სუ კაპი უნდა გაყვე მაგ ფულს და თან სუ ბუზის საკლავი დედა უნდა უწყნა იმ პოლიტიკოსებს ვინც არასწორად ხარჯავს შენ ფულს. მაგას კორუფცია ქვია, არასწორად ხარჯვას. ეგეც ყველაზე კიდიათ. და მაგას თუ კიდე მოუგო რამენად სასამართლო გჭირდება ეგეც ყველაზე კიდიათ. ხო და ბიჭო რა ვიცი. ჰერმესში დარეკეთ თესლი კუბოები აქვს საკაიფო წამოწექით ბარემ რა ვიცი. თუ ვაფშე არაფერი შარელი ვიცი ცოტა არ გინდათ და არაფერი არ გინდათ აბა რა გინდათ. ეს უცებ პოლიტიკაზე მოდი ახლა პარტიები ვთქვათ პარტიას ვთქვათ პარტნიორს ნაწილს. ახლა ყველა ეს პოლიტიკები რო ტარდება ხო აგიხსენ ბევრნაირი პოლიტიკები. ბევრნაირი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში ხო ზოგს მაგალითად უნდა ლურჯი ავტობუსები, ზოგს უნდა მწვანე, ზოგს უნდა 4 სართულიანი სამოწყობები, ზოგს 5 სართულიანი სამოწყობები, ზოგს არ ვიცი რა უნდა რომ ტურიზმი განავითაროს, ზოგს სოფლის მეურნეობა ხო და ეს ხალხი ხო დაყოფილია ნაწილ ანუ ჯგუფებია რაღაც ჯგუფს ესე უნდა რაღაც ჯგუფს ისე უნდა რაღაც ჯგუფს ესე უნდა. ეს არის ნაწილები. აი ეგ არის პარტიები. ამათ პროსტა სახელები რომ დაერქმევა სხვადასხვა გირჩი რაღაცა ხვდები სხვადასხვა შენ ავტომატურად ანუ თუ იდიოტი არ ხარ და არჩევნებზე მიდიხარ და რაღაც ანუ ხო ავტომატურად იმ პარტიას აძლევ ხმას რომელიც შენ რო გინდა დაახლოებით მაინც იმ იდეებს ახმოვანებს. ხო და შესაბამისად ეს პარტიები არ მაინტერესებს, პოლიტიკა არ მაინტერესებს, ვაფშე მეგენი არ მაინტერესებენ, საკუთარი ცხოვრება არ გაინტერესებს. მართლა დაუფიქრდება. სამთავრობო პროპაგანდა პირველ რიგში მაგაზე იწყებს მუშაობას რამენერად გააქციოს შენ განსაკუთრებით ახალგაზრდები. რაღაცა ეგრეხებათ, აი პოლიტიკა გონიათ ეს რაღაცა ისაურო ჭიჭკინებს და შვიშტოკები. იმიტომ უსტვენ იმ დედამოწმულს კი არ მეხალისება, ბიჭო, რამდენი წლის ვარ იცი უკვე ტვინი მომეწყნა, კი არ მეხალისება. მაგრამ რაღაცნაირად ისე უნდა ავაწყოთ ეს სისტემა ამ ქვეყანაში, პოლიტიკური სისტემა, გადაწყვეტილებების მიმღები ინსტრუმენტი ქვეყანაში. რომ რაღაცა ფულს რო დავდებთ ყველა მოქალაქეები ჩვენი ხელფასიდან, დეგეგედან, აქციზიდან, რამდენი გადასახადები გვაქვს. ამ ფულს ჩვენგან იღებენ ჯიბეებიდან, პროსტა ხელში არ გჭერიათ ეგ ფული და ვერ გძნობთ. ეგ ფული სწორად დახარჯვა. მაგისთვის ყავს დაქირავებული ეგ დედამოწმულები და მაგაც საქმეში თუ არ ერევი. რავი, ახლა ფული თუ გაწუხებთ, რავი, დავდებ ანკარის სინოლებას და გამოუშვით და მეც გეტყვით რომ ჩაერევით მე მივხედავ ამ ფულს ისე თესლად მივხედავ. აი პირობას გაძლევთ ყველა კაპიქს დიდი რუდუნებით დავხარჯავ. ჩემთვის რა მნიშვნელობა თქვენთვის ახლა რავი პოლიტიკოსი და ხა მე ეს პოლიტიკოსი ვარ ხო დაფიქრდით აბა